ის კილომეტრი. ხო. რა თევზიკა. რამ შეგაიგაცა მილიციონერი ხო არა. ხიზილა არა გაქშავ. ლოკო მაქვს ქინძვარში. აი კიდე თორე პირველად ყიდულობ შენ. მოუსი აქედან თორე. შეაყოლე. კარგია, კარგი. უკაცრავ. თევზი გინდა თუ ხიზილა? არც ერთი. გადროა ვერ მეტყვი. მიწა სულიზროა. ეკა, ქალბატონოთა, რა ბაზარია? შვენიერი, რა ფერები? ოჰ, მონგონს აღშერჩა ფერი და ხორცი. ვაიმე, წყარო. შენ არ იცი რომ წყარო ხარ? რატომ წყარო? მე მინდა ვადღეგრძელო ქართელი ქალი. ქალი როგორც ყველა დიადი გრძნობების წყარო. მე თქვენ ბატონ ბიძინას ამ სადღეგრძელოს არ ეთანხმები? ხო და მითხარი ერთი რატო უნდა დადიოდეს ეს წყარო ბაზარში და ტრაქავდეს ამ სიმძიმე ჩამდებს. როცა არსებობენ ისეთი მუტრუკები როგორც ჩემი ქმარი. უი, რას გძანებ? არა, ვახტანგს ეს არ ეხება. ვახტანგის ვაკაცია. წარაკრაკდი ახლა სახლში. წყარო. ეკა! რას გავს ეს? ამ ტუზიამ შუა ბაზარში როცა იცი ამდენი საქმე აქვს, რა უნდა მოასწრო? ეს ხალხი. რამდენჯერ გითხარი, ყვავილები არ დამარახო მეთქი. შენი ვახტანგიც კაი ჯაჯღანა გამختاره. არ ვიცი რა ემართება ამ ბოლო დროს. ყვავილები შეიძულა. რა შეიძულა? ყვავილები. კაი, ახლა ეკა რა დროს ყვავილებია? ერთი შეეკითხე, რამდენად ყიდის ეს აყუდებული ვაშკაცი ერთ კონა ოხრახურს. კონად შავრე არ მოგწონს? ქალბატონოთა, რა მინდა გითხრათ? თქვენ როგორ ვაიმე ჩემო ეკა, ახლა წავალ თორემ დამრჩა მშიერი ჩემი ზოოპარკი. მშვიდობით გენაცვალ ნახვამდის. ეკა, სადა ხარ აქამდე? სტუმრები უკვე სეიფში არიან. ვინ არიან? ფრანგი ტურისტები. ვაიმე. ძევასა. ამხანაგო რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ დროს. თბილისის დროით 7 საათი და 45 წუთია. განვაგრძობთ კონცერტს. ვახტანგ. ხო. გესმის რას უკრავენ? თუმცა შენ საიდან გეცოდინება ღმერთო ჩემო? 20 წლის წინანდელ ამბავს გაგონი. სოფელში ვიყავი იმ ზაფხულს, ბებიას ხბორომ ჩაუვარდა ჭაში, გახსოვს? გახსოვს? ხო. ამას უკრავდნენ, სწორედ როდესაც შენი წერილი მივიღე. აბა თუ გახსოვს რომელი? არ მახსოვს. გინდა მთელი წერილი ზეპირად გითხრა, გინდა? მინდა.
ორაუტანელია თბილისი უშენო. ორი გამოცდა დამჭა. სულ ვერ მაცადინო. დიასახლისი ამბობს, ამინდის ბრალიაო, არც კი ვიცი რა ამინდია, მგონი ცხელ. რომ ვიცოდე შენიანები შეეგუებიან ჩემს უდიპლომობას, მივატოვებ ყველაფერს და ჩამოვალ შენთან. მივატოვებ ყველაფერს და ჩამოვალ შენთან. როგორ უხერხულიც არ უნდა იყოს ეს შენი სოფლელების თვალში. თორემ ბებია შენის ჭაში ჩავარდნილი ბოჩოვასიც კი მშურს, რომ ამოიყვანეს დიდხანს ვეფერეო, ასე არ მწერდი. შენი კიდევ ერთი ახალი პორტრეტი დავხატე. ზოლიანი გავით. ცუდი არ უნდა იყოს. პორტრეტის კვალობაზე რა თქმა უნდა, თორემ შენთან შედარებით საშინელება ალბათ. იმ ვარდის ფერატმებს მოვიგონებ კვლავ. იმგვარად ვემდე. იმგვარად ვემდე. რა ხრობა ეს? შრომე. ახია შენზე ახე ყავდაურია კაც. ილამშვიდობის სამხანაგებო. ბარჯის ვიწყებთ ადგილზე სიარული. გაიმართეთ, თავი მაღლა, ადგილზე ნაბიჯით. იარ. 1 2 3 1 2 ხომარით მესამე მიკრორაიონი, მეხუთე კვარტალი, მე-9 კორპუსი სად არის? მე-9 ანეს უნდა იყოს. ანეს ზუსტად ვერ გეტყვით. ნუ ღელა, შემოსვლას არ ვაპირებ. საჭმელი მოგიტანა. შენ ალბათ ნაწყენი ხარ. არ ვიცი, ეთყობა რაღაც ხდება ჩვენ თავს ვახტა. შენ ასეთი არასოდეს არ ყოფილხარ. გადავიღალე ალბათ. შენ საყვარელ საქმეს აკეთებ და რატომ უნდა იყო ასე გაღიზიანებული? იქნებ დადგა შემოდგომა ჩვენ ცხოვრებაში. იქნებ გათავდა რაღაც. ნაცვლად. კარგი ახლა იყოფა. ნუ არ მომასთან. ხანია ველოდები ამ კარების გაღებას. როგორ გონი არ მაინტერესებს რა გააკეთე ამ ხნის განმავლობაში. ცოტა კიდე უნდა მაცონა. ზურიკო რომ ჩემო დედაშვილს ერთად გაჩვენებთ ყველაფერს. როდემდე უნდა იყო აქ ასე მარტო? ვიღაცის სახელოსნოში შეხიზნო. მე მარტო არა ვარ. შემოდი ოღონდ არ აღავდა. ეს ყველაფერი დროებითია და ჩემთვის სერიოზული არა. შემოდი. შედი. თუ ძმათან ერთად სწავლობდით, ბიჭო, არ გწვენია ეს 50 სურათიც მიიღე, მეთქი უთხარი, მაგრამ არ ქნა, ბიჭო, მაგრამ ო, ქალბატონო, მობრძანდით. პორმარებზე დაგვეწვიეთ, ბატონო, ვახტა გაკეთ მოიყვანე. მობრძანდით. აგერ დავბრძანდით ქალბატონო, აგერ რა ჩვენთან. კალიდიარა გულანდი კარგლა შენილახვალ მელადრება დათმრახვა მიამება შემერგება
მეგობრებო, მე მინდა ვათღეგრძელო ჩვენი ოჯახების მფარველი ანგელოზები, ეს ზღაპრულად გაფურჩქნილი ყვავილები. ნება მიბოძეთ მოგილოცოთ, ქალბატონო ეკა. დღეს სამხატვრო საბჭომ ერთხმად მიიღო ჩვენი ყვავილების ყველა ასლი. რასაც აქ ხედავთ, რაც აქ არის მეგობრებო გამოფენილი, ორი ამდენი წაღებულია უკვე. ხვალზე ყველა ჩვენგანი და უპირველეს ყოვლისა ვახტანგი, როგორც ყვავილების სტახანოველი, წელგამართული შეხვდება ცხოვრების ყოველნაირ ვარიანტს. იცოცხლეთ? გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ მიხაკებს და შიგადაშიგ გლიცინიებსაც. მე ეს ყვავილები გენაცვლოლე. ცოლ-შვილს მირჩევნია. ცოლ-შვილი მხოლოდ ხარჯია. ყვავილები კი შემოსავალი. ეგი პირიქით. ყვავილები აქ ამ ბატონო ამოსული. გაზაფხულის მოსვლას სიკვდილით თოდადები ხოლმე. და ქალბატონო ეკა. ოიცა. ბატონებო და ქალბატონო ეკა. ჩვენ ვართ მხატვრები, რომლებსაც დროზე გვეყო ჭკუაც და სინთეზიც, რომ სოფლიო შედევრების შემხედვარებს აღარაფერი გვეთხიბნა. ასე არა ბიჭო? მორჩით ახლა ხლაბუც. ჩვენ კეთილშობილი და უწყინარი ყვავილების ხარჯზე უპრეტენზიოდ ვარჩენთ ჩვენ ცოლ-შვილს. ბიჭები ხუმრობენ, აკა არ იცი ამათი აბა. რა ეწყი? ეხლა ვემოვალ. რატომ აჩქარდი? მაგვიანდება. ისე გაგვიანდება, რომ დამშვიდობებას დაგავიწყდა? მე ეხლა როგორც მასპინძელმა შეურაცხყოფილად არ უნდა ვიკრდნო თავი. ბოდიში მომხადესხებდა. ამოდი და გითხარე მაინც. რას გერჩი ბატონო? შენ რას გერჩი სამსონ? აჰა, გასაგებია. მე არ ვდებ თავს კარგ მხატვრობაზე. მე კარგი კაცობის პრეტენზია მაქვს. ამისათვის ფულიც მჭირდება ხანდახან. ამიტომ ყვავილებს კი არა, თუ გინდა სულ სარეველა ბალახებს ვხატავ და ვხატავ. ამას მე ჩემ თავზე ვამბობ. ვახტანგს ეს არ ეხება. მერე? რა მერე? ვის ამტყუნებ ამაში? ვის ამტყუნებ? მაინც ვაპირებდი შეთან ლაპარაკს და მოდი და გეტყვი ყველაფერს. გისმენ სამსონ? ვახტანგი ყოველთვის ასეთი იყო? როგორი? აი, ასეთი, ხასიათით. ვეღარ ავცნობ. სულ გაღიზიანებულია. არ ვიცი რატო. მე ვიცი. რატო? ვახტანგი ამას სიძულებით აკეთებს ყველაფერს. რამაც შენ არც აგაღელვა დღეს. მერე ვინ აიძულებს სამსონ? შენ. მე? ხო, შენ. შენ აიძულებ ისე რომ ვერც გრძნო. ჩვენი შრომა სხვათა შორის სულ არ არის სათაგილო. დიდად საჭიროა. რა თქმა უნდა სამსონ. მაგრამ ვახტანგი არ უნდა ცდებოდეს ამაზე, გესმის, არ უნდა ცდებოდეს. მე. ხო, შენს გამო, შენი სიყვარულით აკეთებს ამას, შენ ესოდები. ესე იგი თავს აწოდებ ალბათ. არა, ძალით კი არა. ძალაუნებურა. მე ხომ ხედავ? ნებას ვერ აძლევს თავის თავს, ასე ვთქვათ, შენი შრომის ხარჯზე აკეთოს თავისი დიდი საქმე. დალევს მე ორჯიქას და ჩვენ დაგწოფავს ხოლმე. მიცოდე სამსონ. რა გიხარია? სამსონ. გამოდის ამ კაცს მართლა აგრძნობინეთ სახში რაღაც. უბიზგეთ აქეთ და თან ემდურით? აუცილებლად გაკოცებდი, ჩემო სამსონ, წვერი რომ არ ქონდეს ასე გავურძგნული.
არც ერთი სიტყვა. შენ ალბათ ჩემთან შერიგებას არ აპირებ, მაგრამ მე ვიცი ერთი უებარი წამოდი. არავითარი წამალი მე აღარ მჭირდება. იცი რა ბედნიერი ვარ დღეს. ვიცი. რაც ნახე და გავიგე იქ სახელოსნოში. სასიხარულო რა ნახე და რა გაიგე? შენი შეცვლის ნამდვილი მიზეზი გავიგე. იცი როგორ შემეშინა. ასე მეგონა რომ ყველაფერი გათავდა. ჩვენ ერთად აღარასოდეს აღარ ვიქნები. თუ შენ მართლა ფიქრობდი რომ ყველაფერი ამას რომ ყველაფერი ეს ჩემი და ზურიკოს გულისთვის იყო საჭირო. აბაისთვის. არაფერი. შენ ახლა შენ ნამდვილ საქმეს დაუბრუნდები და ჩემს მიმართაც ისეთი გახდები როგორც იყავით. ალბათ დავანებებ თავს, მაგრამ ჯერ არ გამომშვიდ. ვინ დაგახევს კალთას? ზურიკოს რადიოგრამა მოვიდა. სადა? ჩემი კოსტიუმის ერთ-ერთ ჯიბეში. მონეთი. რა ხურობა? ჩვენი ზღვის მგელი უკვე გიბრალტარშია. ადექი გენაცვალნები. სამნი ესენი წარმოგიდგენიათ. მამა ძაღლი. ესენი. ერთ მოერიე. თქვენ აჩვენო თქვენ. აბა თუ ვაშკათები ხართ მაგაც მოერიეს. შენ ვინ გეკითხებოდა? მიდი, თორნეში ავიდე. მიდი. ჩქარა, თქვენი ჭირიმე ჩქარა, კაცს ურტყავენ. ვინ ვისურს? ვიღაცები ურტყავენ ჩემ ქმარს. უფრო სწორედ ჩემი ქმარი ურტყავს იმათ. ისინი სამნი ერთ წემდნენ. წარმოგიდგენიათ? მაშინ ვიღაცას ყოველთვის ურტყავს. და ჩვენ თუ ასე ვირბილეთ, ამ დალოცვილ პურუკას ქვევიღა გამოასხობს. ადი ბიჭო, გეიგე რა ამბავია. კიდევ ვინმე სხვა არ მივეშველოთ. თუნეში წყალი იქნება, წავიდე. ვე ასე მალე მორჩი ჩხუბშაგათო, ჰა? თქვენ უნდა გენახათ ისინი რა ნაცემები წავიდნენ. თუმცა თქვენ არ იკადრეთ პურის ცხობის შეწყვეტა. თქვენ მოხუცხოვდით მომეხმარდო და ჩემი აზრი არ გეკითხავთ. რომ მეკითხა? უსიკვდილოდ გიპასუხებდი, რა ვარ მოგეხმარები. დიდი მადლობა. დავაგე. შენ წამოდი ჩა. თქვენი დიდი მადლობელი ვარ ბიძია. წამოდი ჩაბა, წამოდი. მოდი. აგერ დაბძანეთ ახლა. მობძანდი შენ ჭირიმე, მაგიდასთან მო. ნუ შეწუხდებით, ხომ პირს დავიბათ თუ შეიძლება. წყალი აქეთა. მიხედე ბიჭო. ой, თქვენი რა მადლობელი ვარ ბიძია. თქვენ რომ არ დაგესწვინათ. უფრო ადრე დავსვენდი შვილო, მაგრამ ხელი არ შეუშალე იმ ვაშკას. ვაშ? შვენივრად უბაყუნებდა იმ არაკაცებს. როცა ის ღვთისმიერი გასია დარაჯად, იმ ღამეს პურის სხვანაირი ცხება. 15 წელია ღამის დარაჯად მუშაობს. კი, მაგრამ 15 წელი არ გიძინიათ? თქვენ პაპურა უკრა მჭედელი თუ გაგიგიათ.
ეხ, სადაა თუ იცი? არ ვიცი. არის კიდეც და აღარც არის. აი ეს გახლავთ პაპუნა ოქროვჭედელი. ხო? მე თქვენი ნაკეთები ხანჯალი მუზეუმში და არაკო გამარჯობა შემოთებილის ქალაქო რადგან ბედად აქ გაჩენა გვერდისა შენი მკვიდრი ყველა კარგი ფეხისვა არ მოგაკლებთ სალაგობო გალობას და გილოცავთ უჩქნაბ ყმაწვილ ქალობას როცა წავალთ ვინ გვიან და ვინ ადრე საფლავადაც მაგ შესმიწას ვინადრე დაგლილოდა ნაომარო დედაო ერთ გადმიერ სიტყვას შემოგბედავო უცხო თვალით მინდა შენი დანახვა რომ გავიგო მართლა მის თანახა თუ სიბერმავით მხოლოდ მე მეჩვენება შენი ზეცის სილურჯე დამშველება ყველასათვის ლეგენდა ვდარაკო გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო გისმენთ? მე ვარ. არა, ხვალ. უფრო გვიან. ცოტა უფრო გვიან. აუცილებლად.
საინტერესოა, მაგრამ ცოტა საზღვაოსნო ტერმინოლოგიითაა გადატვირთული. მართლა, ზურიკოსკემი გიბრალტარიდან არ გადამიადგილებია. ხვალიდან ერთი პატარა გემი ჩემს სახელზეც გამოჯერეთ და თბილისიდან ქუთაისში გადაადგილე. მიულინებაში მივდივარ, ერთი კვირით. რატო? სამსახურის დავალებით. რატომ დათანხმდი? განცხადებაზე რა გიპასუხეს? დავწერე, მაგრამ ჯერ ვინ გამიშვებს. ჩაბარე? არა, ჯერ აქ აქვს. აბა მაჩვენე რა დაწერე. სადღაც მიიკარგა ალბათ. ეხლა დავწერ მეორეს. დავბრუნდები და ჩავაბარებ. ხო, ვახტანგ, აუცილებლად უნდა წახვიდე. ბრავო? თუ კი გაგზავნიან, მოვალე ხარ. საერთო. ჩვენი სახლი. ძია პლატონ ხვები უკვე დაუჭი. ოჩახ. ოქროს მეზობლებს სიცოცხლე. დაუმაჯოს. დაუმაჯოს. დავი ჩვენი სახლში. შესანიშნავია. დამცინით თუ? როგორ გეკადრება? დაბა რატომ ამბობ? ჯერ ხომ ჩემი ბინა არ გინახავთ? არ მინახავს, მაგრამ უკვე მზათა ვარ გადავთვალა. არ დაგიმალა ბატონო პლატონ, ჩემთვის ძნელია ამ პირობებში გადმოსვლა, მაგრამ რას იცამ, ხანდახან მსხვერპლია საჭირო. შენ ბინის გადამცვლელი არა. დიახ, ჯერ დავათვალიეროთ, შემდეგ ვილაპარაკოთ. მოგზავნით. ჯერ რამოდენიმე შეკითხვა. აბაზანა თუ რა? თავიდან ხომ გითხარით, რომ არა მაქვს მეთქი. ხო, ეს პატარა ნაკლია? თუმცა რა, მთელი ეს უბანი სულ აბანო და აბაზანა არ არის. არა. აბაზანა არა გაქვთ, ცხელი წყალი არა გაქვთ, ეზოში რა პირობებიცაა თქვენ თვითონ ხედავთ. რა პირობები? ბევრნი არიან თორე ყველა საჭირო კაცი. აი მაგალითად, ცოცხალი თევზი დაგჭირდება, მე თევზეები შენი მეზობლებია. აბანოში ურიგო წასვლა გინდა და მექისაც შენი მეზობელია. ბარგის გადაზიდვა იქნება და მუშების საძებნელი არ გვეყოლება. ჩემს მეტი ჩარაც ოვშვის რა უთხარი თორე ამ უბნიდან კაცი საბურთალოზე გადავა. აი მართლა. მობძანით. მიბძან. აბა, მიბძან დაუშვი. გენეცალოს დედაბა. გააღიდე და პირი გააღიდე. ალო. მოგხედე რა? ბავშვს ვაჭმევდი ვერ დაგინახეთ. აი ეს გახავთ ჩემი ბინა. ეხლა მე ამ წუთში გამოვალ. ალო, გისმენთ? ანჟელიკა? ეხლა დავდახ. მე თევზის გოგო ვარ. ცოტა არეულობა გვაქვს, რემონტს ვაპირებთ. მობძანე. აი ამ კედლის გახდა თუ შეიძლება. ამისი? როგორ არა, ერთი წუთი უნდა. არ არის ახლა საჭირო. მებდანეთ. აი, აკეთს პალნა გახლავს. მეხმობდე. ძალიან მეუხერხულება, გთხოვთ. ცოტა ანგრეულები ვართ, არ შეგეშინდეთ, გთხოვთ. გამაგები. ახლა მაგის. აი, გამაგები. არ გამაგიჟო. კარგი რა. ბავშვებო, გადით ყველანი გარეთ. ჭერიდან განათება რომ იყოს. ეს ოთახი სახელოსნოს გამოდგება. მით უმეტეს ეს კედელი იხსნა. ხელოსნის სული ბრძანდებით?
ნეტა ამ ოთახში ჭირის ახთა თუ შეიძლება. ალბათ შეიძლება. სულახტილი არ არის? გუშინწინ უშანგის დაბადების დღე რომ იყო. დოლგარმონმა მართლაც რომ ახადა ჭერი. რა თქმა უნდა შესაძლებელია. იცით მე თანახმა ვარ. ოღონდ რაც შეიძლება მალე უნდა გავაფორმო. მაგაზე როგორ შეგაწუხებთ? ბავშვები გავიდნენ გარეთ. ახლავე. აღარ დარეკო რა. აბა ბავშვებო. ეზოში არის. მამიკომ ხომ გითხრათ, გადით გარეთ, რამდენჯერ უნდა თქვენინოთ. ნუ გამაგიშებთ. აი ვაშკაცი ქალი ჩანხართ და ვაშკაცურად მითხარით რამდენი უნდა დაგიმატო. ოღონდ იმდენი მითხარი რომ შევწვდე. თქვენ თვითონ იცით რაცაა საჭირო, ამიტომ თქვენ თვითონ ბრძანეთ. არა. ჯერ თვითონ თქვას. ბატონო პლატონ, თქვენ კარგად იცით ორივე ბინა რასაც წარმოადგენს, ჩემიც და თქვენიც. თქვენ არაფერი არ შეგეშლებათ, მაგრამ არ დაგიმალავთ. არც მე ვარ გაუთვით ცნობიერებელი. ვინ არა ხარ? მოდი პირდაპირ მითხარი რამდენია საჭირო. ანგარიში ძმებშიაც მოდის. რამდენი რამეა საჭირო ამას ვინ მოსთვლის, მაგრამ აბაზანა ხომ აუცილებელია. მე თქვენ ბინას აბაზანა რომ მქონდეს, ერთ წუთსაც არ დავფიქრდებოდი. მე რა მერე? მერე ის რომ ასეთ ანგელოზვით ქალს ვინ მოგატყუებიებს? მე თვითონ არ მოგცემ ამის უფლებას. ამან აბაზანიანი ბინა მოგცეს, შენ კი უაბაზანო მიაჩეჩო? ახლავე გაცვალეთ ბინები და ხელწერილი დაუწერე, რომ ერთ კვირაში აბაზანა მზად ექნება. რას ბრძანებთ? რისი ხელწერილი? გააკეთებს. პლატონ ისეთი ბიჭია, რომ ყველაფერს გააკეთებს. სხვა რომ დუქანში მანაც იხდის, ამან ორი უნდა გადაიხადოს. აბა შენ ეხლა გადი აქედან. აი მე ხომ არაფერი მithქვას. მოდი ერთხელ კიდევ შენი პირით მითხარი რა არის საჭირო. რა აღარ ხართ თანახმა? არა. თანახმა ვართ, თანახმა. ბა? ბინა შენია. ამიტომ ფასად შენადე. გინდა 20 ბირს დააფასებ, გინდა მუქთად გადაანდე. მოკლედ შენ თხოვლობ აბაზანის მიშენებას და მეც არაფერს? არა, მე კი არ თხოვლობ. ეხლა არ გამაგიჟო. აბაზანა თუ ეკნება თანახმა ხარ? რა თქმა უნდა. უკანასკნელად გაფრთხილებ, კარგად დაფიქრდი. რა არის საფიქრალი? დიდი მადლობა. ვაი მე რას აბრძანებთ? პირიქით, მადლობა მე უნდა გითხრათ. მოიცა, ამანაც გითხრას და შენც უთხარი. მანქანაზე ნუ შესრულდებით. აი მანქანა აქ ამყავს. მუშებზედაც არ დაგაგონებ, მე ვიქირავებ მუშებს. მადლობა, ბატონო პლატონ, დიდი მადლობა. ვაი მე რას აბრძანებთ? ერთი პატარა სათხოვარი მაქვს კიდევ თქვენთან. ბძანეთ. პაპუნა ოქრომჭედლის ბინას ხომ არ მაჩვენებთ? შეამოვნებით, აი აქვე ცხოვრობ ჩემს გვერდით. დამობძანეთ. ეს გაკეთე. გაკეთე. ეხლა რო არ ამცალე შვილებს, სხვა დროს გაკეთე. ეხლა არ ამცალე. მაშინ ფოკუსები გვაჩვენე. ფოკუსები შეიძლება. გამარჯობათ, ბიძია პაპუნა, მიცანე? როგორ არა, შილო, მოგზავნით. Ai, văd, la. Stai tăcla, tăcla, o stai acolo. ასე სააღდგომობად კანევით, როგორ მოგყვები ეს ბერიკაც. ღმერთო ჩემო, ძია პაპუნა, ასეთი ნამუშევარი ბალიშქვეშ უნდა იდოს თუ მუზეუმში? წინათ შვილო, ყარაჩოღელებს წელზე ერთად ხომე თავისი დასამარხი ვერცხლის კამარი. მეც ჩემ დასამარხად შვილო, აი ეს ხანჯალი მაქვს შემონახული.
ისე მართალი რომ გითხრა, სიცოცხლეშიც ბევრჯერ გამომადგა ხოლმე. ნუ თუ ჩხუბში ძია პაპუნა. არა. როცა გავცეცხლები ხოლმე, ამას დავხედავ და დავშიძდები. დიდი ხნის წინათ პაპუნაძე ერთ ვინმეს გამოუძახია და უთქვია, შენზე ცნობებია მოსული, ოქროსთან აგაკ საქმეო. ერთი შენ რა პასუხი უთხარი? ოქრომჭედელი ვარ და ოქროსთან მექნება საქმე. აბა შენთან რამე საქმეა მეთქი უთხარი. მაგარი არა. მოგძანდით? რა ნამუშევარი? პაპუნა ოქრომჭედლის ნამუშევარი. პაპუნა ოქრომჭედელი ცოცხალია და ახლა გიახლება. ეგა ეს რასტუბრები პოლია ისი ხარ შელა ლატონას დიასახლისი სად ბრძანდება? მალე მოვა. დიასახლისი? მალე მოვა. რომ მოვიდეს, უთხარით ხალათი და ჩუსტების შემავიტანოს. ვიღაცა კაცი მოვიდა, დედა იკითხა, მე უთხარი ახლა მოვა. ბანა შევიდა და ბანა. შავი წყავის პალტო აცვია. ბანა ორ დამღერის. რომ მოვიდეს ხალათი და პირსახვეც შემომიტანოს. ჩუსტებიცო. შედი ოთახში. შედი ოთახში. ამ ხალხო ხაშინი მეცე დავდავე ბავშვები, ჭკუარა გააკ. დადიქდა. სადახტი ხარ, სად? ახლა თქვენ ბავშვები ხართ, მხეცები ხართ, მხეცები. დედა რას მეთქვა? თქვენ ფასიერზე. გამარჯობა. არ გავგიჟდე კაცო. ერთი კვირა არ არის, რაც ბინა მიმიღია. ჩემ აბაზანაში მე თვითონ არ მიბანავია. მოსულა ვიღაცა ახვარი და გერის კი მაგრამ არ მესმის რატომ მილიციას არ ეძახით? აი ჩემი მილიცია და ჩემი პროკურატურა. ისახოთი, ხალათ. კაშკას ხალათი რა თუნდა? გამოდის რომ ცოლის ხალათს ამხობს. ესე იგი ცოლს მაგინებს? მოკლავ მადისი. გამოდი გარე. აი მე. გამოდი. იგი მე დასწრა. გამისი დაგანანე. ყოფილა. დაიღუპე? სადა? ეკა. მეიდანში. ვაჟა ფსეულას პროსპექტი. არა, მეტეხის ხიდისკენ.
გაღლილი ვარ, დასვენებანი. მოისვენებ, ისე როგორც არასოდეს. საიქიოში? ჯერ ძველი თბილისის ქუჩებით გავიაროთ რა. ექსკურსია. შეთანხმდით? მეტეხის ხიდისკენ. ქალბატონმა გაიმარჯვა. ორასწორი იყავი ვახტანგ, როდესაც ამბობდი მხატვრები აქ უნდა ცხოვრობდნენ. ამის შემხედვარე იმუშავე ბაბა რასიზამი. გახსოვს? არა. რა არა? არ მახსოვს თუ ამბობდი, თორემ ფიქრით ალბათ ასე ვფიქრობდი. წარმოგიდგენია ვახტანგ, აქ რო ვცხოვრობდეთ სადმე. ვინ გაღირსებს მაგ ბედნიერებას? ვინმე რო გაგიცვალოს ფინა? რომელი სულელი წავაკეთან საბურთალოში? მართლაც. მაგრამ ხომ შეიძლება მეტი ჩარაცოუშვილი ყავდეს? აი ცოულშვილზე არ მიფიქრია. მეზობლები? ცოცხალი თევზი გინდა? მე თევზი შენი მეზობელია. ბარგი გაგადასაზიდი, მუშასაცებარი არ აკყავს. აბანოში გინდა ურიგოთ, მე ქისე შენი მეზობელია. გონი პირდაპირ ვინმე შეუვარდე ბინაში და აქ დავსახლდეს ამოდამოდ. აი ახლა აქ მარცხნივ და გააჩერეთ. სად მომიყვანე? მოთფინებით და შენით. გამარჯობა. პაპუნა ოქრომჭედილი რო აქ ცხოვრობს, იცი? პაპუნასთან მოვედით სტუმრად. აკადემიაში რომ მიიწვიეს და შიგირდებიც მიაბარეს? შესანიშნავია. სხვა რომ არაფერი 11 ენა მაინც უნდა ისწავლო, რომ ყველა მეზობელს თითო სიტყვა უთხრა. დილაობი, სოფელივით სულ მამლების ყივილი ისმის. შეხედე, ვახტანგ რა ხედია? ზღაპარია, ნამდვილი ზღაპარი. ოღონდ ეს მაინც მითხარი ვისთან ვარ ცდომად? შენთან. ეს ყველაფერი თქვენია ძირფას. და მეც თქვენი სამუდამო სტუმარი ვარ. აბაზანაც გავაკეთებინე. მოგიტყუებია საწყალი პლატო. შენ ხომ გჯერა რომ მე არაფერს არ მოვთხოვდი. თვითონ შემომთავაზა აბაზანის გაკეთებას და ბარგის გადმოზიდვას. მაგრამ შენ რა იცი პლატონა? თვითონ არ ახსენე წევა. ხო, აღარც კი მახსოვს. ახლა ცილაპარაკონ რა არა პრაქტიკული ცოლი შეხვდა ვახტანგს. სხვათა შორის ეს კედელი იხსნება და უზარმაზარი სახელოსნო გექნება. შენ ხარ პირველი მხატვარი, რომელიც დასახლდა თბილისის მომავალ მონმარტრზე. ხომ ამას ნატრობდი? ახლა რაღაც მოიმიზედებ, ჩემო კარგო, უნდა დაждდე და თველებურად იმუშაო. ასეც იქნება, როცა გავთავისუფლდები. საიდან? სამსახურიდან. გესმენთ? ანჟელიკა აქ აღარ ცხოვრობს. როგორ არ ცხოვრობს? ანჟელიკა გასულია, საღამოს დარეკეთ. გახსოვს, რამდენს წუწუნებდი არ გამიშვებენ სამსახურიდან, არ გამიშვებენ. მერე? შეგიძლია მაგოთ, შენ აღარ ახარ იმათი თანამშრომელი. რა? არ გჯერა, ხო? სულთან ხუთავივი დავადექი თავზე შენს დირექტორს. ვახტანს განცხადება არ დაუწერიო. როგორ გეკატრებათ, მე დამიტოვა თქვენ გადმოსაცემად მეთქი. წამოვედი, ვიპოვე შენი დატოვებული განცხადება და მიუტანე. იცი რა მითხრა იმ ტუტუცმა? გამოსულელებულა თქვენი ქმარი. შენ ადგილას კუკური დანიშნეს. მეტის ღირსიც არ არის, ასეც მოუხდება. ასე რომ შენ თავისუფალი ხარ. გესმის ძირფასო რა ბედნიერება, თავისუფალი. შენ ხუმრობ ეკა. ზურიკოს გეფიცები.
რომელ ზურიკოს? შენი მეტი ჩრობისათვის რომ ყველაფერი უნდა მოაკლდეს ცხოვრებაში, იმ ზურიკოს მეფიცები რა? რა უყოთ ვახტანგ, ცოტა გავიქ. მამა რომ ისე სოლის კმაყოფაზე ეყოლება, იმ ზურიკოს მეფიცები არა? ქურქს გავყიდე, ინსტრუმენტს. როდემდე შეიძლება ითმინოს კაცმა შენი სისულელეები? აღარა ვარ მხატვარი, შეიგნეთ, ყველამ შეიგნეთ! მაშინ დაბძანდი აი ამ აივანზე, შენ მეგობრებთან ერთად, სწვით 8 ნომერი ღვინო, უმტკიცეთ ერთმანეთ დიდი ქართველობა, გძელ-გძელ სადღეგრძელოებში და შემდეგ თითქნეს შენი სულელური ყვავილების ასლები. ყვავილები თუ არ გაწყობს. შენი სალატრელი მამლების ყივილს რომ გაიგონებ ამ ბოსელში, იმისი ჩახოხბილი გაუკეთე, ბიჭს, სადილად. Hatuni, hatuni. Hatuni, hatuni. შენ ალბათ ჩემგან ბოდიშეულობები. თუ აუცილებელია ჩათვალე რომ ბოდიში უკვე მოგიხარ. შენ გონია სამსახურს მივტირი? მე თქვენთვის მინდოდა, თორემ ჩემთვის იქიდან წამოსვლა ბედნიერებაა. ამდენი ხანია სერიოზული აღარაფერი მეკეთებია. აღარც კი მჯერა, თუ რამე კიდევ შემიძლია. შენ სხვა ძვერი რამ არ გესმის. რამდენჯერ გითხოვს, აღარ გიყვარვარ. შენ გინდა მთელი ცხოვრება ჯვარისწერის პირველ დღეს გავდეს. ასე არა ძირფოსო. თუ დამიჯერებ, მედოზე შენი ნაოჭები უფრო მიყვარს. ვიდრე შენი სახე 20 წლის წინათ. მაგრამ ცხოვრება ისე გგლის, რომ ყოველთვის აღტაცებულ მეჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი. შენთან ყოფნა ბედნიერებაა, მაგრამ ძნელიცაა. შენ ხომ ყველა ადამიანს შესვამ ხოლმე, სადღაც ზევით, რაღაც უსაშვილო სიმაღლეზე და არც კითხულობ არის თუ არა იქ მისი ადგილი. არა და? არც აძლევ იქიდან ჩამოსვლის ნებას? შევოდი ჩემთან. პასუხის ღირსიც აღარა ვარ. მე შენ გითხარი ის, რაც არასოდეს არ მეთქვა შენთვის. შემოდი. შემოდი მეთქი. ასე რა. სულელი ვარ რომ გელოლიავები. სულელი ვარ რომ მობრუნდი. მე ფეხი არ იქნება ზოგში ბაჭყა. მე ფეხი არ იქნება. არ დაიჯერო. არც ერთი სიტყვა არ დაიჯერო, რაც წაღან გითხარი არ. გამარჯობა. შენი ცოლი გამოგზანა? პიანინო უნდა წავიღოთ. Bravo. Elden. Remeni hazır kır. Elden. Hadi boyuna bırakma. Elden. Havra. Baba verir ha. Dur halde baba verir. Dur kan. Beni var. Tafur Ali Hamid ka tafur. Ali bir da beni. Ali akut dıkım. ვახტანგ გარჩევია ნამდვილად დაუგრან. თუ არ შეწუხდებია. მართლა დაუგარით რა. ახლა წავედი ჩემ ბარტყებთან აკადემიაში. ხვალ ისევ შენთან ვიქნები. კარგი. კარგით რა, მოდი თხოვს, სადით მოსული. მე რა ხედავთ რომ კაცი მუშაობს. ვა.
სულიათი. გადაითამაშე. კაშუბიშ. ამას ითამაშე მწყეთ. მეგრელის მეტი არ არის. ერი მენგრევა თის. რაუნა? ბეკა! რა მოხდა, ჩამოიგრა? არა, ნუ გეშინია, მე თვითონ მანგრე. გამოდი, არ დაგეცეს. ნუ გეშინია. გამოდი. კედელი მოანგრიე მხოლოდ. ორი ოთახი რო გაერთიანდება, ინახავ რა სახელოსნო გექნება. და შემდეგ ისე სულ უბრალოდ თეთრად შევღებავ კედლებს. მეც არაფერს არ გავაკეთებ. შენ ამისთვის ვერ მოიცლინე. კი, მოკლედ. ამჟე. აბა მოგიდა. მოდი ესე დადგე. აი ასე. რა მაგარია. გრამოფონია? აბა მოусმინეთ. ეს არის პატეფონია. შაბაშ. პაპუნა უფრო მჭედელი აღარ არის. მოვჩეთ არა? დაღამდა. ახლა კიდევ რა უნდა გავაკეთოთ? როგორია წესი? წესით თავი უნდა წაუხციოთ ჭიქას. სად? თუ თადარიგი სახში არაა დაჭერილი. ჩემი მეუღლე სამწუხაროდ ავადაა, თორე როგორ თქვენ ყველაფრის თადარიგი იქნებოდა დაჭერილი. მაშინ დუქნების მეტი რა არის? ამაში და ჭიქით. პაპუნას მისი მეგობრები უთხრგდელოთ. ვის აღარ არის, იქ შევხედოთ და იქაც ვისვლა მოსვლა არ დაკლებოდეთ. იქაც თუ ისევ ვისვლა მოსვლა, კაც ვეღარ დაუსვენია და ეგა. ყველაფერს ნუ გაამასხრებ. არა თქვენ არის? არა მე ახალი აღიარებ და არ შემიძლიან. ნუ ხომ უნდა შეხვიდეთ ჩემ კულტურაში, მე ეს არ შემიძლია. არავითარ შემთხვევაში. მართლა მეორეთ მოწლა ხომ არა? ყველაფერი გადახდილია. მათქმევინეთ. წინათ ხომ ყარაჩოხელები თავის დასამარხ კამარს თანატარებდნენ. ასე პაპუნამაც ერთი ზარნიშის ხანჯალი შემოინახა. ის ხანჯალი მუზეუმმა იყიდა, ასე რომ დღეს თვითონ პაპუნა ჩვენი მასპინძელი. ვიჭი. პაპუნამ თავის უკანასკნელ გზაზედაც ყველასაგან დაუმადლებლად თავის ხარჯით იარა. ეკა. ვახტანგ, რა მოხდა? არაფერი. აბა სიცხენი რატომ ადექი? მეზობლის ბიჭმა მითხრა აქ არისო. ისე რომ იცოდი რა კარგ დროს მოხვედი. უკეთეს დროს ვერ შეერჩევდა კაცი. ბოდიში. რადიოგრამა მოვიდა ხოლმე ზურიკოს გემიჩამოდეს. რას ამბო? დღეს მე უნდა წავიდეთ ბათუმში. ვერ შეხვდები, შენ უნდა დაწვე. მოდი ერთი წუთი. ვერ დავლე. უხერხულია. ეკა. ეს კაცი მართლა მკაცი ხმარია. ხმარია დედას პიცა.
ხომაი Всего доброго. Пока. До свидания. Петя. Мама моя. Здравствуйте, Петя. Здравствуйте. Понимаете, братья, вижу... Большое спасибо. Вижу, идете швартоваться. А ветер-то юго-западный. Но как только подали швартовые, душа улеглась. Ну ладно, всего доброго. Пока. Пока. Приезжайте, До свидания. Петя, обязательно. Спасибо. აი ეს არის ქართული კაცის ბედიცა და უბედურებაც. რაზე ბრძანებთ? უზომონი ვარ ჩემობატონო ყველაფერში, ჭირშიც, ლხინშიც, შრომაშიც, ნიჭიერებაშიც და უსაქმრობაშიც. პოეტის სიტყვები რომ მოვშველიოთ, ნიჭიერება საკუთრება კი ნუ გონიათ. ნიჭიერება მხოლოდ ცესხად მოგვცა განგებამ. აი ხედავთ? რა შესძლებია ამ ვაჟბატონსგან შეიძლება ორი აზრი არსებობდეს ამ მშვენიერებაზე. რა შესანიშნავი თვალთახედვა, ფერების შეხამება, ჩვენი ქალაქის თავისებური ხედვა, დიდებული რამ არის. ნიჭიერებას ბოლომდე უნდა დახარჯვა მშვენიერ ქვეყანაზე, ხმაწვილო. მე რომ მკითხოთ, დამისხეთ სიგაბონებიც. მე რომ მკითხოთ, სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალურ მუხტს ჩავაწერინებდი. ყოველი ადამიანის, ყოველი ნიჭიერი ადამიანის უქმა დაკარგული ყოველი დღისათვის უმკაცრესი სასჯელის გათვალისწინებთ. რა ხნის დახვრეტილი იქნებოდი ახლა ჩემო ბენზინა? ამ ოჯახში სუფრაც კი ხელოვნების ნიმუშია. ნამეტანია გენაცვა. გავარჯობოთ ქალბატონო. ჩემოვახტანგ, ეს ხანწები სადავაწყო. მაგილაზე ოღონდ ეს ჩიტის საკენკი არ გამისრისო. ევების მომარილია ბიჭო. ამით ვქეიფობთ. ზურიგო.
დააწყა საქმეში. ეს რა მიქნა? ბუტერბროდი უნდა სამსონს? ერთ დაждომაზე ბატკანს ათავებს. დედა სულ სხვანაირად წარმოედგინა ყველაფერი მამიკო. მე მაგ წარმოუდგენებმა შემიწირა მე. დავინჯერაშვილო. ნუ გეშინია ვახტანგ, ნუ ღელავ, ყველაფერი რიგზე იქნება. მე ახლა ვეწავალ, ყველაფერს მოვიდა. ყველა ახტაცებულია შენ ნამუშევარი. მოიცა, მე წავალ. რა შესაძლოა? არ ვიცი, გაგური. ზურა. ჩანთები აიღე და ღვინოზე გაიქეცი. ოღონდ სწრაფად. ანჟელიკა. ხო, მამა. პანჯერაზე ვაწვია. აუტანე. ფერსი დააწყე, აუტანე ზე. კარგი, მამა. აბა შენიცი. აცაშვილი, რას თამაშობთ? ზურიკო, დიახ, მოდი აქ. ბიჭო, აცი გაქვთ ღვინოს საძებარი. აგერ ერთი ბოცა მაქვს. დალების მეტი არაფერი არ უნდა. არა, ბატონო, მუზუხდები. მამაშას უთხარი. ნაშაქრარი და ნამამაძაღლარი არ გაგონოსკო. ჩემი ვენახის სრემლები ათქო სუფთა. აბა, წაგებულია მანიკი. წაგებულია თუ მოგებული მე ვიცი. ჭირიმე შენი. მადლობთ. მე უთხარი არ მინდა ბატონო შენი არაფერი არ მინდა და ჩემი ჰონორარი მომეთით. აი, გამოდუნე. ქვეყანაზე ერთი ხარეთი კარგი არა ერთი ხარეთი შენი ნახვალ მერაბერება წაოს ადგებდებო იცი სწორედ ეხლა დრო აჰა დიახ მე მინდა ვადრეგძელო ქართველი ქალი. ცოცხლებ ბატონო ბიძინა ენაცვალი. ის ბატონო. ქალი. როგორც ყველა დიადი გრძნობის წყარო. ხალბატონეგა. მადლობთ, ბატონო ბიძინა, მადლობთ. წყარო სიყვარული. სიყვარული. წყარო კეთილშობილების და ერის დიდების წყარო. წყარო. დაგიმარჯოთ. მამაკაცის ვაჟკაცობის წყარო? დიახ. წყარო მამაკაცის ვაჟკაცობის სარი. ნამდვილად შენ ვარ ხდება. ეს რა გამოგიჭერია ხა? დაგიმარჯოთ.
რომ ახლა ვინმე მკითხოთ რა მოშოთან ცოლბათ ეთყვით ბირის გამოცნობა რა? რატომ? იმ შენ წამოსვლამ მეთქი. რა სასტიკად ცდებით. თქვენ უნდა უთხრათ? არა ბატონებო. ბირა და სამსახური რა შუაშია თვითონ მე ვარ მისი გადამრჩენი. არა ვახცი რა. არ ვიცი. მე ვეტყვი ვახტანგი ნამდვილი შემომქმედია და სხვანაირად ვერ შეძლებდა. უგასავთ ხალბატონო, მარჯობათ. ინებეთ. მომილოცავს. დღეს 8 მარტია და უნდა შეგაწუხოთ. ხომ არ გეხნებოდათ რაიმე სურვილები ჩვენი მსმენელებისათვის? გთხოვთ. სურვილები როგორ არა? სათქმელი ალბათ ძალიან ბევრ ქალს აქვს. რაც შეეხება 8 მარტს, პირადად მე ამ დღეს ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. გმადლობთ ხალბატონო. მამაკაცებისათვის ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის არ ვამარტო უნდა იყოს. გმადლობთ ხალბატონო. არა. გმადლობთ. მე ჯერ არ დამთავრებია. ძვირფასო მამაკაცებო, როცა შეხედავთ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისათვისაც თქვენ წინათ ღამეები გითენებიათ. ზოგს ლექსებიც გიწერიათ. იქნებ უნიჭოთ, მაგრამ გულწრფელად და ზოგჯერ ღამით გიტირიათ კიდეც. სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე დრო მუშაობთ. სიყვარულის გახანგრძლივებაზედაც იზრუნეთ ცოტა, თორემ უსიყვარულოდ. ხომ გახსოვთ, უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. იცით? ყოველი ჩვენგანი, ყოველი ადამიანი რომ ფიქრობდეს სწორედ იმ მიზეზებზე, რომელიც